ისე კარგად დავისვენე, გოგოებს ალბათ მოვინატრებოდი. პირველი ვარ. ვინ მოვიდა? არ ვიცი, არავინ დამიპატიჟებია. არც მე. გამარჯობა, მე დავბრუნდი. ვინ არის ეს? შენი მეგობარია? არა, მე მას პირველად ხედავ. ძალიან სასაცილოა. გოგონა, ვინ ხარ? გოგოებო, გზაში დავიღალე. არ ვარ თქვენი ხუმრობების ხასიათზე. გოგონა, ჩვენც არ ვართ ხუმრობის ხასიათზე. ვინ ხარ და როგორ მოხვედი აქ? კიტი, გამიშვი, მტკივა. მან იცი შენი სახელი? რა თქმა უნდა, მე შენიც ვიცი. ალისა. ასე რომ შენ ჩვენი გამომწერი ხარ. დიახ, ეს ალბათ ერთგვარი თავხედი გამომწერია. მე არ ვარ თქვენი გამომწერი. მე ამელკა ვარ. რა ამელკა? არცებ ამელკას არ ვიცნობ. მეც. მიდი გოგო, შენი წასვლის დროა. წადი გარეთ. თუ გინდა რომ ჩვენთან სტუმრად მოხვიდე, დაგვიცანი და მერე წინასწარ გაგვაფრთხილე. კიტი. აი ჩვენ მივდივართ. კარებს ვკეტავ. ალისა, კიტი, ეს სასაცილო არ არის. გააღეთ ახლავე. გადაემართათ გოგოებს, გონი ისინი საერთოდ არ ხუმრობდნენ. კარგი, იქნებ მართლა არ ვახსოვარ? შენ მომიშვით, ვილაპარაკოთ. თქვენ ძალიან ცუდები ხართ. ეს ვიღაც არანორმალურია. ის უბრალოდ ფანია. პოპულარული არხი გვაქვს და უნდა შევეჩვიოთ. დიახ, მართალი ხარ. მაგრამ ვერ ვეჩვევი. ეს პირველად დამემართა. როგორც წესი, ქუჩაში ჩემთან ერთად იღებენ სურათებს, ან კარგ რაღაცებს მეუბნებიან. იმედია დამშვიდდება და აქ აღარ მოვა. ეს აქამდე არასოდეს არ მომხდარა. გოგოები სრულიად გაუბნებულები არიან. როგორ შევიდე სახლში? კინაღამ დამავიწყდა. გასაღები მაქვს. ალისა, შეხედე რა უზრდელია. როგორ გააღო კარი? ეს დადაშაულია. იმიტომ რომ გასაღები მაქვს. ის 100%-ით ქურდია. ან იქნებ ის არის სახლის დიასახლისი? მართალია, ჩვენ შევიტანეთ განცხადება. რატომ მაშინვე არ თქვი? რა გქვია? ამელკა. შვენიერია. ამელკა, საქმე შეუდექი. მიდი აქ ყველაფერი გაასუფთავე და ჩვენ ვუყურებთ სერიალს და ჩაი მომიტანე და ყავა ჩემთვის. დიასახლისი? გოგოები ფიქრობენ, რომ მათ ვემსახურები? არავითარ შემთხვევაში. როგორ ფიქრობთ, ასეთი მაგრები ხართ ხუმრობაში? მეც ვიცი ხუმრობა. ჩაი, ყავა, რა მნიშვნელობა აქვს? გოგოებს კოქტეილს გავუკეთებ, მოეწონებათ. და მარილს დავამატებ. არ უნდა დაკაკუნო? რანაირი დიასახლისია, არავითარი მანერებო დიში. შემიძლია შემოვიდე? ასე ჯობია, თქვენი ჩაი და ყავა. დადი აქ და წადი და დაასუფთავე. დიდი ხნის წინ უნდა დაგვექირავებინა დიასახლისი. ახლა შენ არ გჭირდება გაწმენდა და მომზადება.
რა არის ეს? ამას რძენია. მისი დალევა საერთოდ შეუძლებელია. ყავის გაკეთებას არ იცის? მოდი მივხედოთ ამ თავხეთს. შეხედე მას, დასუფთავება ჯერ კიდევ არ დაუწყია. მან სრულიად დაკარგა შიშის გზნობა. ჰეი, ეს ის არ არის რისთვისაც დაგიქირავეთ და სხვათა შორის რა იყო ის საზიზგრობა, რაც მოგვიმზადე? დამეუისლა, რომელ თქვენგან სურდა ყავა და რომელს ჩაი და გადავწყვიტე გამეკეთებინა ორი ერთში. ვინ აკეთებს ასეთ რამეს? გოგოებო, გეგონათ რომ ხუმრობა მხოლოდ თქვენ იცით? ატარავ, ჩვენ არ დაგიქირავეთ ხუმრობებისთვის, არამედ იმისთვის, რომ შენ იმუშაო. დავიღალე თქვენი ხუმრობით, მინდა დავისვენო. მორცა, უკვე დავიღალე მისით. პოლიციას ურეკავ. ნახე, მე ურეკავ. ის ნამდვილად რეკავს. ეს ხუმრობა არ არის? მოიცადე, არ გამოიძახო, ერთი წამი მომისმინეთ. რას ფიქრობ, კიტი? ერთი წუთი გაქვს, მითხარი. მართლა გახსოვარ? ერთად ვიღებდით ვიდეოებს. რომელიმე ვიდეოში მოწვეული სტუმარი იყავი? არა, მე ვარ თავარი გმირი. თავარი გმირი? ეს რა სისულელია? სასაცილოა ამის მოსმენა. თუ ეს ყველაფერია, მაშინ პოლიციას გამოვიძახე. ახლა ვერ დაგინტკიცებთ. ჩემს არხს ქვია იგივე, რაც მე. ამელკა კარამელკა. ეს პირველად მესმის ამის შესახებ. დიდი ხანია ვიღებ ვიდეოებს. მერე ჩემთან ერთად დაიწყეთ გადაღება. ალისა, გაიგონე? გამოდის რომ თურმე ამელკა კარამელკას არხზე ვიღებთ ვიდეოებს. და ვინ დაიძერებს ამას? ჩემი არხი ნამდვილად არსებობს. რამდენი გამომწერი გყავს? 2? ახლა მე გაჩვენებ ჩემს არხს. უცნაურია, ასეთი არხი არ იძებნება. გასაკვირი არაა. ვიდეოებს ერთად ვიღებდით, არხზე ბევრი გამომწერი მყავს. მისმინეთ, ჩვენ მხოლოდ ერთი არხი გვაქვს. და მას ქვია კიტი კეტი. დიახ, და შენ არასდროს ყოფილ ხარ მასში. ეს არის ჩვენი არხი. ეს არის ჩემი არხი და ჩემი ვიდეოები. უბრალოდ შენი ვიდეოები? შეხედე როგორი თავხედია. აქ წერია კიტი მუსახკარო შეიფარაო. უბრალოდ აქ უნდა ეწეროს ამაკა მუსახკარო შეიფარაო. ნახე რა მეოცნებია. მე არ ვარ მეოცნებე. მე აქ ცხოვრობდი და შემიძლია მის დამტკიცება. მაინტერესებს როგორ? მიდი დაამტკიცე. ერთი წამი. ჩემი ფოტოები აქ უნდა იყოს. ჩემთან ერთად იყო ფოტო. იგივე ფოტოა, უბრალოდ აქ მხოლოდ კიტია. დიახ, ეს ჩემი საყვარელი ფოტოა. ჩვენ არ ვინახავთ სახლში უცნაური გოგოების ფოტოებს. და აქ არის ჩემი ოთახი და ჩემი ნივთები. სად გაიქეცი? მან ნამდვილად დაკარგა გონება. გოგო, სწრაფად გადი ჩემი ოთახიდან. ეს ჩემი ოთახია. უბრალოდ აქ ყველაფერი რაღაცნაირად განსხვავებულია. იმიტომ რომ ეს ჩემი ოთახია და ყველაფერი მე თვითონ მოვაწყე. მაშინ რატომ არის ჩემი ნივთები აქ? რა შენი ნივთები? მაჩვენე სად არის აქ შენი ნივთები? ეს ჩემი ნივთები არ არის. არაფერი მესმის. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს არის ჩემი ოთახი და ჩემი ნივთები. მაგრამ ახლა წადი აქედან, მათყუარა. არ მიყვარს როცა აქ უცნობები დადიან. ხომ არ გავგიჟდი? იქ საერთოდ არ იყო ჩემი ნივთები. ვიცი რომ ეს სიზმარია, საშინელი სიზმარე. უნდა გავიღვიძო. ტკივა, როგორც რეალობაში. იქნებ ცივმა წყალმა მიშველოს. რა ცივია. ესეც არ შველის. რატომ არ ვიღვიძე? კარგი, ამელია, ეს მხოლოდ სიზმარია. მალე გაიღვიძებ და ყველაფერი კარგად იქნება. აი, მაღვიძარას ჩავრთავ და მე ჩემი სხეული გაიღვიძებს. მე ნამდვილად არ მძინავს. ანუ გოგოებმა მართლა დამივიწყეს და არანაირი არხი არ მაქვს. ნებისმიერ შემთხვევაში მე უნდა დაბრუნდე არხზე ნებისმიერ ფასად და გადავიღო ვიდეო. რა უნდა უყოთ მას? არ ვიცი, უყვარ მის გამო. მან ალბათ სადმე თავი დაარტყა და ახლა გონია რომ აქ ცხოვრობდა. მას მეხსიერება აქვს დაკარგული. კარგი, ახლა ჩვენთან ისხოვროს. გეთახმები, ჩვენ არ შეგვიძლია მისი ქუჩაში გაგდება. როგორ გზნობ თავს? კარგად.
არაფერი გახსოვს გარდა იმისა, რაც გითხარი? ხოდის მახსოვს, რომ აქ ცხოვრობდი. და ვიცი ამ სახლის ყველა კუთხე. გასაკვირი არ არის. ჩვენ ამ სახლს ვიდეოებში ვაჩვენებთ ხოლმე. დიახ, შენ საკმარისად ნახე ჩვენი ვიდეოები. და ახლა ფიქრობ, რომ აქ ცხოვრობდი. შესაძლოა. რა უნდა გავაკეთო ახლა? სხვა არაფერი მახსოვს. შენ შეგიძლია იცხოვრო აქ და იმუშაო ჩვენთან. სანამ არ გაიხსენებ შენ ცხოვრებას. ჩვენთან მუშაობა? მადლობთ გოგოებო. ახლა ჩვენ გადავიღებთ ვიდეოს და შენ დაგეხმარებით. მართლა? დიახ, ეს არის ვიდეოს სცენარი. შეგიძლია წაიკითხო. ამასობაში ჩვენ მოემზადებით გადასაღებად. კარგი. მას სად არის ჩემი როლი აქ? ის ვთამაშობ? რომელი როლი? არა, შენ არ იქნები ვიდეოში. რატომ გჭირდება სახელო ადამიანი ვიდეოში? დასაწყისისთვის ოპერატორი იქნები. ჩაკი უბრალოდ ავად გახდა. მას უნდა გადაეღო. ოპერატორი? მე მეგონა. მე და კიკი მოემზადებით და ამასობაში ნახე საჯობია გადაღება. განათებები გაამზადე. აი, გაარკვიე. შენ შეგიძლია გაუკავდე ამას. დარწმუნებული ვარ, შემეძლო მსახიობი ყოფილიყავი. ისე ეს ყველაფერი ქუჩაში ცხოვრებას ჯობია. მართლა აპირებ მას ჩვენი ვიდეოების გადაღების უფლება მისცე? დიახ და რა მოხდა მერე? ის ამას ვერ გააკეთებს. მას ალბათ არასოდეს უნახავს ასეთი კამერა. კარგი რა, ნებისმიერ სრულად შეუძლია კამერის დაჭერა. აშკარაა რომ არასოდეს გადაგიღია ვიდეო. რა თქმა უნდა არა, არ გადამიღია, რადგან მე ვარ კიტი კეტის არხის მთავარი გმირი. ვიდეოებს რომ იღებდე, გეცოდინებოდა როგორი მძიმე სამუშაოა. ოჰ, კარგი რა, ნუ იგონებ, დავიწყოთ რეპეტიცია. ასე რომ, დღეს ჩვენ გვაქვს გამოწვევა საკვები სხვადასხვა ქვეყნიდან. მისმინე, ასეთი ვიდეოსთვის რაღაცნაირად ორიგინალურად უნდა გამოვიყურებოდეთ. და ეს არ გამოდგება? არა, რაღაც უნდა დავამატოთ, რომ მაყურებლის ყურადღება მიიქციოს. რაღაც ლამაზი. მაგალითად, არ ვიცი, რაღაც ტანსაცმელი. წადი, მიდი, იპოვე რამე. წადი და იპოვე რამე. უკვე გაიარეთ რეპეტიცია? რეპეტიცია? არა, კიტი, მითხრა რომ ვიდეოსთვის აქსესუარი და ტანსაცმელი აიღეო. და ეს ტანსაცმელი მგონი ორიგინალურია. ალისა, ეს არ არის კარგი. ასე ფიქრობ? დიახ, ვიდეოს თემაა საკვები მთელი მსოფლიოდან და არა ჰელოუინი. მე ვერასდროს მოვახერხე დეკორაციის გაკეთება. მე ვიცი, გინდა დაგეხმარო? შეგიძლია ამის გაკეთება? მე კარგად მესმის ეს. კარგი, სცადე. შეგიძლია მაგიდაზე დადო ვაზა, ყვავილებით, ჭიქები და თეფშები. როგორც ჩანს, შენი ზომაა და შეესაბამება ამ ვიდეოს. ასე სწრაფად გააკეთე. გითხარი, ამ სახლში ყველაფერი ვიცი. დიახ, შენ ყველაზე ყურადღებიანი გამომწერი ხარ. ო, კი, გამომწერი. ვა, ალისა, უკვე ყველაფერი მოემზადე? კარგია, მომწონს. ხო, სინამდვილეში მე კი არ მოვემზადე, არამედ ამელკა. ამელკა? არ ველოდი, ნიჭი გაქვს. მადლობა, ბევრი სხვა რამის გაკეთება შემიძლია. შენ მაკიაჟის გაკეთებაც იცი? რა თქმა უნდა, ერთ წუთში შემიძლია ვინმე გავალამაზო. მერე საქმეს შეუდექი. აი შენი მაკიაჟი. იქნებ სადმე თეატრში მუშაობდი? ეგ არ მახსოვს. არა უშავს, მალე ყველაფერს გაიხსენებ და სახლში დაბრუნდები. შესრულებულია.
ყველაფერი იდეალურადაა. კი, მეც მომწონს. კიტი, ისე? სხვათა შორის ფიქრობ, რომ ამერიკა უფრო რთულ ამოცანას გაართმევდა თავს. გეთახმები. ძალიან ნიჭიერია. თქვენთან ერთად ვიდეოს გადავიღებ? არავითარ შემთხვევაში. და რა სიტყვიან ჩვენი გამომწერები, როცა ვიდეოში უცნობ გოგოს დაინახავენ? ფიქრობ, რომ გამომწერები უკმაყოფილოები იქნებიან. და ვკითხოთ მათ, ბავშვებო, დაალაიქეთ ვიდეო თუ გინდათ რომ ვიდეოში ვითამაშო. როგორ ფიქრობ, ვინმე მაინც დაალაიქებს? შეიძლება დაალაიქონ. მაშა დავალების შესრულება გინდოდათ? ჩვენ ვიფიქრეთ, რომ შენ შეგიძლია დაგვიწერო სცენარი. გოგოებო, იცით რომ არ მიყვარს სცენარის წერა? საიდან ვიცით? ჩვენ პირველად გხედავთ. მართალია, ასე რომ თუ გსურს ჩვენთან მუშაობა, მაშინ წარიო დაწერე სცენარი. სცენარი. იდეა მჭირდება. იდეა. ვინ დატოვა ჯოისტიკი აქ? შემდეგ მას ფილსახში ვეძებ ხოლმე. რა მოხდება თუ სცენარი იმაზე იქნება? თუ როგორ მოხდნენ გოგოები თამაში? ასე რომ გოგოები ახალ თამაშს თამაშობდნენ, მაგრამ მოულოდნელად აღმოჩნდნენ თამაშის სამყაროში. რეალურ სამყაროში დასაბრუნებლად, გოგოებმა უნდა გაიარონ მთელი თამაში და შეასრულონ ყველა დავალება. შესრულებულია. მეორეც უნდა მოვიფიქრო, რომ გოგოებმა აერჩიონ. საათი. დრო. მართალია. სცენარი დროში მოგზაურობის შესახებ. ასე რომ გოგოები შემთხვევით დაბრუნდნენ წარსულში. სადაც არ არის გაჯეტები. მათ უნდა ისწავლონ ახალ პირობებში ცხოვრება და იპოვონ სახლში დაბრუნების გზა. ვაპირებ გოგოებს ვაჩვენო. მათ უნდა მოეწონოთ. კარგი. ჩანდაბა, ვაუ, კარგი. 1 2 3 4. ალდის რაშიდმა გააფუჭა ჰაერი. არა, სამართლიანი. ამბელკა დასაშენებლად მოხვედი? სანამ სცენარს არ დაწერს, შეგიძლია სხვა ყველაფერი დაივიწყო. მე უკვე დავწერე, შეგიძლია წაიკითხოთ. კარგი. გოგოები შევიდნენ ვიდეო თამაშში. მე მომწონს. ჩვენ უნდა შევწოთ თამაშის გმირების კოსტუმები. მომზადებას დიდი დრო დასჭირდება. ჩვენ გვაქვს მეკობრეების კოსტუმები. შეგიძლია თქვათ, რომ ეს არის თამაში მეკობრეების შესახებ. ის ეფექტურია. მე მომწონს. კარგი. იდეა წარსულში მოგზაურობაზე. ჩვენ სახლში ყველაფერი თანამედროვეა. ჩვენ შეგვიძლია ქუჩაში გადაღება, როცა კარგი ამინდი იქნება. კოსტიუმები, უძველესი ხალხის კოსტუმების დამზადება შესაძლებელია ლეოპარდის პრინტის ქსოვილისგან. და ვინ შეკერავს მათ? შეკერვა არ არის საჭირო. ძველ ხალხს არ ჰქონდა საკერავი მანქანები. სხვათა შორის ჩვენ გვაქვს საკერავი მანქანა. შეგიძლია კერვა? ცოტა შემიძლია, მაგრამ მე მხოლოდ ვსწავლობ. მას ყველაფერი შეუძლია. ის შეგვიკერავს კოსტიუმებს. ან იქნებ მსახიობი ვიყო? არა, ჯერ ადრეა ამაზე საუბარი. და იქნებ ჩემს თამაშს მაინც უყუროთ? არა, ჯერ შენ უყურე ჩვენს რეპეტიციას. და მერე იქნებ შენც გახდე მსახიობი. კარგი, მადლობა სცენარისთვის. დავფიქრდებით გადავიღოთ თუ არა. აქ არის ქსოვილი, იქ მანქანა. აბა, მიდი გააკეთე მალე. ჯობია საქმით დაკავდე. გამიკეთე კოსტუმი ახალი ვიდეოსთვის. ჯერ გაზომბები მჭირდება. შენს განკაკულებაში ვარ. გოგოებო, შორტსები უნდა გადავიღო. მალე დავბრუნდები.
კიტი, როგორ დაიწყე შენ სახზე გადაღება? როგორ? ვიყიდე კამერა და დავიწყე გადაღება. თავიდან მშობლები დამეხმარნენ. შემდეგ კი მეგობრები ჩაერთნენ. ისევე როგორც მე. არხი არ გაქვს. არ ვიცი, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ასეა. ბევრი გამომწერი მიყავს, ვინც ვიდეოს ელოდება. ო, ეს შენი ფანტაზიის ნაწილია. მორჩა, ავიღე ზომები. გასაოცარია, მიდი გააკეთე კოსტიუმი. ხვალისთვის გჭირდება. კარგი. მაშასე, მოდი ისევ გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, დაიწყე. ალისა, ნუ იგონებ. აქ არანაირი მონსტრები არ არიან. მაგრამ მე ნამდვილად დავინახე ერთ-ერთი. ის ისეთი საშიში იყო. იქნებ შენ შემთხვევით სარკეში ჩაიხედე? არ არის სასაცილო. შეხედე, აქ არის. კარგი და ვინ ითამაშებს მონსტრს? მაქსე ვფიქრობდი. ან იქნებ ამელკა ვათამაშოთ? როგორ ფიქრობ, ის მზად არის? ის აუცილებლად გაუკავდება ასეთ როლს. ამელკა, ჩვენ კიდევ ერთი განსაკუთრებული დავალება გვაქვს შენთვის. გოგოებო, ძალიან დავიღალე, ძალიან დამტვირთეთ. არ გინდოდა ვიდეოში მონაწილეობა? მსახიობობა? რა თქმა უნდა, ამისთვის ყოველთვის მზად ვარ. გილოცავ, ერთ-ერთი მთავარი როლი გექნება. გოგოებო, ძალიან მიხარია, რომ ჩენი გჯერათ. აი შენი სიტყვები, ისწავლე ზეპირად. რა თქმა უნდა, მე ყოველთვის ვსწავლობ შენ ფრაზებს. რა არის ეს? შენი სიტყვები, შენი თამაშებ რობოტის ურჩხულს და შენ უნდა თქვა? აი ნახე შენი კოსტიუმი. მაგრამ რაც შეეხება მთავარ როლს, ჩვენს ვიდეოს ქვია მონსტრი რობოტი და სახვა სახლში. ასე რომ მონსტრი გამოდის მთავარი გმირი. ისე მადლობა ამისთვის. პირდებით რომ ყველა სიტყვას ვისწავლე. როდესაც კოსტიუმს დაასრულებ, შეგიძლია რეპეტიცია გაიარო. ჩვენ გაგვიმართლა. ჩვენ ასეთი თანამშრომელი გვყავს. მას ყველაფერი შეუძლია. კარგი, მისმინე, იქნებ ჩვენ უნდა დავეხმაროთ მას ოჯახის პოვნაში. ჩვენ დავეხმარებით, მაგრამ მოგვიანებით. და იმან ცოტა მეტი იმუშაოს ჩვენთან. კიტი, კარგი რა, ეს ცუდია. კარგი, ის დაასრულებს კოსტიუმს. შეასრულებს რობოტი მონსტრის როლს. შემდეგ კი მოუძებნით მის ოჯახს. უკვე იცი როგორ უნდა მოუძებნოთ? ჯერ მაგაზე არ მიფიქრია. ან იქნებ ვინმე უკვე ეძებს მას? მართალია, მოდი შევამოწმოთ ის საიტი, სადაც ისინი დაკარგულებს ეძებენ. შეხედე, ის არის? ეს ვიღაც კაცია. აი, ძალიან ჰგავს. ეს არის ბებია, 90 წლის. აი, იქნებ ამელკამ ახალგაზრდად გადაიცვა? მას შეუძლია ამის გაკეთება. ალისა, სხვა რამე მოიფიქრე. ო, არავინ ეძებს ამელკას. ასე რომ ჩვენ გვჭირდება სხვა გზა. ამელკა, დარწმუნებული ხარ რომ ამელკა ხარ? რას გულისხმობ? რას და დარწმუნებული ხარ რომ ეს შენი სახელია? აქამდე დარწმუნებული ვიყავი. იდეა მაქვს. გვექნება ჰიპნოზის სეანსი. ეს აუცილებლად იმუშავებს? უკვე 100 ჯერ მაქვს ვაკეთებული ჰიპნოზი. მაშინ თანახმავარ. მზად ხარ ამელკა? მზად ვარ. კუთუთუები გიმძიმდება, გეძინება. სამ თვლაზე შენ დაიძინებ. კარგი. 1 2 3 გძინავს? არა, მე გითხარი დაიძინე მეთქი. შენი ჰიპნოზი არ მუშაობს. კიტი, შენ თქვი რომ აქამდე 100 ჯერ გააკეთე ჰიპნოზი. დიახ, მაგრამ არასდროს მუშაობდა. ნება-მომეცი მცადო. ახლა თითებს დავადგაცუნებ, შენ თვალებს დახუჭალ და შემდეგ შენ ჩემს კითხვებს უპასუხებ. რა გქვია? ამელია, შეიძლება მითხრა სად არის შენი სახლი? საკმარისია, შენი ჰიპნოზი საერთოდ არ მუშაობს. მეტი ვარიანტი არ მაქვს. მეც საერთოდ არაფერი გახსოვს? მახსოვს აქ ცხოვრება და ვიდეოების გადაღება. საყვარელი საჭმელი გააქვს? რა თქმა უნდა, მე მიყვარს ჩიფსები. და რატომ მეკითხები? შიგნი წავიკითხე ფსიქოლოგიაზე და საჭმელი უნდა დაგვეხმაროს. და როგორ დაეხმარება მას საჭმელი მეხსიერების აღდგენაში? არ მესმის, საჭმელი იწვევს დადებით ემოციებს და მას შეუძლია რაღაცის გახსენება. მე ამაში ეჭვი მეპარება. მოდი ვცადოთ. ცდელობა არაა ცოდვა. კარგი, ყველანი სამზარეულოში. ისე გემრიელია?
ძალიან. აბა გაიხსენე რამე? ჯერ არა. ჭამე მეტი და ყურადღება გაამახვილა საკვებზე. და ახლა გაიხსენე? არ გადაიტანა მისი ყურადღება. გონი რაღაცის გახსენებას ვიწყებ. გაიხსენე რამე და გითხარი. ყველაფერი ისეთი ბუნდოვანია, შემიძლია მეტი სჭამა? ის ყველაფერს ჭამს. აცადე ჭამოს, იქნებ გაიხსენოს. არა, გოგოებო, ეს არ მშველის, მაგრამ მადლობა გემრიელი ლანჩისთვის. კარგი, მოდი ქალაქში გავიაროთ, იქნებ რამე გაახსენდეს. და როდემდე ვაპირებთ ასე ვიაროთ, იქნებ ის საერთოდ არ არის ამ ქალაქიდან. გამიგია, რომ მეხსიერების აღსადგენად კუნთები მთლიანად უნდა დაასვენო. და როგორ გავაკეთოთ ეს? მასაჟის დახმარებით. მასაჟი? იქნებ არის სხვა გზა. არის სასიამოვნო ემოციები და მეხმარება, მაგალითად კინოში სიარული, საცურაო აუზი. ჩვენ ამ გზით გავყოწყდებით. მაშინ მასაჟი ჯობია გავაკეთოთ. აბა, გაიხსენე რამე? როგორც ჩანს, ვაპირებ გავიხსენო. შენ განაგზე. რაღაც გამახსენდა. გოგოებო, მომიტანეთ კოქტეილი, რომ ტვინმა უკეთ იმუშაოს. კოქტეილის გარეშე არ შეგიძლია? ხო, მაგრამ უნდა გავიხსენო საიდან ვარ. მოუტანე მას კოქტეილი. ახვავე. მადლობა. ახლა გააგრძელე მასაჟი. მორჩა ამილკა, კმარა, ხუმრობა იყო. ყველაფერი გვახსოვს. კიტი, კარგი რა, ჯერ ადრეა. დავიღალე ამ მასაჟის კეთებით. ვიცოდი, ისევე მზადებოდით ამ ხუმრობისთვის. თითქმის დავიჯერე კიდეც, რომ გონებას ვკარგავდი. იმიტომ რომ პრანკზე მუშაობდნენ პროფესიონალები. ზოგადად მეწინააღმდეგი ვარ ასეთი ხუმრობების. და მე მგონი სახარისო იყო. რა თქმა უნდა, რადგან შენ არ გამختار ხარ მოსამსახურე. არა უშავს ამელკა, შენი წყენა არ გვინდოდა. გოგოებო, რატომ მე ვიპოვე ჩემი YouTube არხი? როგორ გააკეთეთ ეს? დროებით გადავარქვით სახელი და შევცვალეთ ყველა ვიდეო. არ ინერვიულო, ჩვენ ყველაფერს დავაბრუნებთ. კარგი, შევამოწმებ. თქვენ შეამოწმეთ გამოწერა. მოიწონეთ ვიდეო და დააჭირეთ ზარისხილაკს თითი. წინ კიდევ ბევრი საინტერესო რამ გველის. ნახვამდის ყველას.